პირველი კითხვა მექნება, არის თუ არა ეს დისტოპია? ალბათ მცდელობა იყო, ჩემი რომ დისტოპიური ტექსტი დამეწერა, იმიტომ რომ ისევ და ისევ დიქტატურა, ანუ აკრძალვები და ის მარაზმი, რაც შეიძლება დაემართოს საზოგადოებას, ავტოკრატიის პირობებში, სწორედაც გულისხმობს დისტოპიის ფორმას. ნამდვილად. რა არის ეს რეალობა, რომელსაც ჩვენ აღწერთ? რა შეიძლება მოხდეს, თუ კი ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება არა აღმავალი ნიშნით, არამედ დეგრადაციის, ასე ვთქვათ, ლოგიკით. შეგიცვალა თუ არა დამოკიდებულება აი ამ ჩვენ უახლოეს საბჭოთა წარსულთან იმან რაში ვცხოვრობ დღეს. სწორედ ჩვენი შფოთვები მათ შორის, ჩვენი შიშები, ჩვენი ბრაზი დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ ჩვენ ვიცით და ეს იყო ძალიან ახლოს და ეს არის სავსებით შესაძლებელი. ლიბერალური იდეა ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლის, თავისუფლების გამარჯვების, ინდივიდების გამარჯვების ბოლოს თავისას მიაღწევს. შენ როგორ უყურებ? მომენტი ისევ დადგება, როგორც 90-იან წლებში. საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ეს მომენტი მოვა. და აი ამ დროს უნდა ვიყოთ ფორმაში. გამარჯობა. დერეფანი დაბრუნდა მე-18 ეპიზოდით. მე-18 ეპიზოდში გადავწყვეტ, რომ გავიგრძელებინა ჩვენი სერია, რომელიც ეხება ლიტერატურას, პოპ-კულტურას და მის რაღაცა მებს ძალაუფლებასთან. წიგნის ბაზრობის ამბები გრძელდება, როგორც წინა ეპიზოდში გითხარით, ძალიან ბევრი საინტერესო ქართული წიგნი გამოჩნდა ბაზარზე და მკითხველები, განებიურებულები არიან ამ წიგნის ფესტივალის შემდეგ უკვე ძალიან საინტერესო წიგნებით და ერთ-ერთ ასეთ წიგნზე ვილაპარაკებთ. და ამ წიგნის მიხედვით შევეცდებით ვილაპარაკოთ იმაზე, რა ხდება ჩვენს თავს, რა ხდება იმ დერეფნებში, რომელშიც დავდივართ. ლაშა ბუღაძეა დღეს ჩემი სტუმარი და ლაშა ბუღაძის წიგნი დამკვირვებელი. რომელიც იყიდება უკვე წიგნის მაღაზიებში, აუცილებლად გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. საკმაოდ ისეთი შოკური ხედი ჩვენ ცხოვრებაზე, ჩვენ რეალობაზე და იმაზე, რაში შეიძლება ამოვუყოთ თავი ძალიან მალე. სალამი ლაშა. სალამი, დიდი მადლობა თაზო მოწვევისათვის. მადლობა შენ. გასტუმრობა. ბოლომდე ვერ მოვასწარი ჯერ წაკითხვა, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ისეთია, დისკომფორტში რო ჩაგაგდებს კაცს. პირველი კითხვა მექნება, არის თუ არა ეს დისტოპია? შენ როგორ აკვალიფიცირებ შენს წიგნს? იცი რა არის, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რა რეალობაში დღეს აღმოვჩნდით, სადაც უკვე ძალიან რთულია განსაზღვრო, რაში ვცხოვრობთ და როგორ ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ხო აბსურდის ნორმალიზება ხდება, როგორც საერთოდ ავტოკრატიას ეს ახასიათებს, ხო? ანუ ანომალური და არაორდინალური ამ სიტყვის ნეგატიური გაგებით სინამდვილე ხდება ჩვენი ყოფის ნაწილი. ხო, ამიტომ რამდენად დისტოპია არ ვიცი. რეალობაა, მაგრამ არსობრივად, თუ კი ესეთი მკაცრად დავრჩებით ჟანრის ჩარჩოში, ალბათ მცდელობა იყო, ჩემი რომ დისტოპიური ტექსტი დამეწერა, იმიტომ რომ ისევ და ისევ დიქტატურა, ანუ აკრძალვები და ის მარაზმი, რაც შეიძლება დაემართოს საზოგადოებას, ავტოკრატიის პირობებში, სწორედაც გულისხმობს დისტოპიის ფორმას. ნამდვილად. საინტერესო თან ამაში ყველაფერში ის არის, რომ ეს ხო ფეხს იკიდებს ნელ-ნელა. ჩვენ ხო არა ვართ რაღაცა სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსულ დიქტატორს არ უყურებთ, რომელიც რაღაცა ოდიოზურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი არის. ერთგვარი რაღაცა ძალიან ცუდად, აი რაღაც ცხიმოვან ქსოვილში გაჯდომასავით ჯდება ეს აბსურდი, როგორც რეალობა და აი დისტოპიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ჩემს ესა, რომ საზოგადოება უცებ იღებს აი ამ რაღაცა არანორმალურ ყოფას, იღებს როგორც თავის ნორმას, რაღაცა იკეტება, იზოლირდება დანარჩენ სამყაროდან, გადის რაღაცა აზროვნიშნების ჩარჩოებიდან, ყოველ შემთხვევაში ის რასაც აზროვნება ფარავს ამის ჩარჩოებიდან და ეს ყველა შეიძლება გადაიზარდოს იმაში, რაც შენ დაწერე. და ხო, ну, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ლიტერატურული თხრობით, ძალიან საინტერესო სიუჟეტით, მაგრამ დიალოგებით, ყველაფრით ძალიან ცოცხალი, ძალიან მაგიტომ თქვი, რომ ესეთი შოკის მომგვრელე ცივი წყლის გადასხმის ეფექტი აქვს, რომ ძალიან რეალურია ეს ყველაფერი. ძალიან რეალურად შეიძლება რომ მანდ მივიდეთ. კი. ხო, ну პოტენცია საჩიელება რომ მივიდეთ, ხო? ხო, თვალსახად. შესაძლებელია სავსებით. რო უთხრათ ორი სიტყვით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რა არის ეს რეალობა, რომელსაც ჩვენ აღწერ, ისე რომ ხო, ну ამბავი არ მოგვეწევ. კი ბატონო. ხო, ну პრინციპში არის როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მომავლის ამბავი, რომ აი რა შეიძლება დაგვემართოს
რა შეიძლება მოხდეს თუ კი ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება არა აღმავალი ნიშნით, არამედ დეგრადაციის, ასე ვთქვათ, ლოგიკით და მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ხდება 24 წლის შემდეგ და მოდი გავამხელ რა ესეთი ლიტერატურულ საზოგადოებრივი საუბარი გვაქვს, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ ამ ჟანრში რო დავრჩეთ, ხო, რამდენიმე ისეთი ასპექტი იყო ჩემთვის, ესეთი არქეტიპული, რაც ავიღე ნიშნულად ამ ჩემი ტექსტისათვის, ეს არის, ნუ ხო, ეს რაღაცა 24 წელი ესეთი ფაუსტური რიცხვია, სადაც ადამიანი ცდილობს რომ რაღაცა დაიბრუნოს, ნუ ფაუსტის შემთხვევაში ეს არის ახალგაზრდობა, ხო, ახალგაზრდულობა, რომ რაღაცის გახსენება, რაღაცის რეანიმირება და პლუს ახლა მე მგონი ძალიან ადვილად მიხვდებოდი შენს და ვინც უკვე წაიკითხა, ეს არის მითი ერთი მხრივ, სიზიფეს მითი, სადაც არის რაღაცა, ნუ სიზიფეს მითი არა კამიოს ინტერპრეტაციის ვერსიით, არამედ ესეთი კლასიკური მითით, სადაც ჯოჯოხეთი არის რუტინულობა, ციკლურობა, სადაც ადამიანი მუდმივად ერთსა და იმავე ქმედებაშია ჩართული, რომელიც აბსურდულია, რომელიც მძიმეა და სადაც პრინციპში ახალი დღე არ არის. ანუ რაღაც ისეთი დღეა და რა კი წიგნს ქვია დამკვირვებელი და ბუნებრივია პირდაპირი მნიშვნელობითაც და ზოგადადაც ასე ვთქვათ მეტაფორულადაც არის არა მხოლოდ დაკვირვება სამყაროზე, არამედ არჩევნებიც არის. კონკრეტულად არჩევნებზე. თორე აქ 24 წლის მერე ნუ აქ არის დამყარებული. ამ პროფესორად ამ რომანის საქართველოს ნარჩენში, ხო, არის ესეთი მძიმე ავტოკრატია, დახუფულიცა და თავზე არის დაუსრულებელი ხუფი, რომელიც უნდა დაიკეტოს და უნდა ჩატარდეს არჩევნების არჩევნები. არჩევნები გაუქმებულია, იმიტომ რომ აბსურდია არჩევნები და უბრალოდ ადამიანებმა უნდა გაიხსენონ ეს ჩვევა, რომ საერთოდ ღირს თუ არა რაიმე არჩევანის გაკეთება, ანუ თავისუფალი ნების ნარჩენი არსებობს თუ არა. და ამიტომ თავარი პერსონაჟი პროტაგონისტი ჩამოდის ემიგრაციიდან, მესამე ტალღის რამდენიმე ტალღის ემიგრაცია, ჩამოდის ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად. მესამე ტალღა არის, წინა ორი ტალღა არის, ის ტალღა რაც ზეულად არსებობს, 21 წლის ემიგრაცია, 91 წლის ემიგრაცია და მესამე უკვე რომელიც ბოლო არჩევნების შემდეგ წარმოიშობა. ხო. ერთ პერსონაჟი ამბობს აქ, რომ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის, ეხლა რახანის ახსენე. არჩევნებია, ხო, ადამიანებმა უნდა აღიდგინონ რაღაცა ჩვევა, რომელიც ფაქტობრივად არ ახსოვდა. ერთ პერსონაჟი ამბობს, ეუბნება ამას, რომ ამათ არ უნდათ არჩევანის წინაშე დადგომაო, აღარ უნდათ, ანუ ამ რაღაცა რეალობის საქართველოს ნარჩენის მოქალაქეები არიან ის ხალხი, რომელიც ღიზიანდებიან ახალ არჩევანზე. იმდენად უკვე ყველაფერი აი ამ რაღაცა შიში აქვთ. ხუფის ქვეშ ექცევა. ხო, რომ არჩევანი რაღაცა დილემის წინაშე დადგომის დროს აგრესიულები ხდებიან ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს. ხო, იმიტომ რომ ეს ხომ სინამდვილეში ხომ არ არის კონსტრუირებული, ანუ ფუტურისტული ტექსტი ხო არ არის. რეალურად არის დღევანდელობაზე. და მის თუ მეტოს როცა მაგალითები დღევანდელობის აბსურდულობაზე, რომელსაც ხო რა ყველანაირად ესეთი ან თუ შენ რაციონალისგან დაცლი ცხოვრებას, იმ აბსურდად აქცევ რა აბსურდიც ამ რომანში არის. მიდიხარ აქ. გამახსენდა რამოდენიმე ესეთი ფუნდამენტური ტექსტი. ბევრია, ხო, ხა დისტოპია ძალიან ბევრია, იქნება ორველის და ჰაქსლით, გრძელდება დღემდე, მაგრამ რატომღაც ორი ტექსტი იყო, რომელმაც ძალიან დამაინტერესა და აქვე შენ წიგნის წაკითხვასთან ერთად, ვინც არ აქვს წაკითხული, იმას ურჩევდი, იმიტომ რომ არის ესეთი, ხა მთლად ესეთი დიდი კლასიკა არ არის. ერთი არის, რომელიც ეგრევე თავში მომივიდა, იყო ვლადიმერ საროკინის ოპრიჩნიკის დღე, დასაკვირველი. და აი ხო რა, ის რაღაცა სამყაროს აღწერა, რაღაც ახალი რეალობა ეგრევე ეს ძალიან პროვიდენციალური თან ეს რომანი თორსტები 2006 თუ 2005 წლისა. ჯერ კიდე თავისუფალ რუსეთში დაწერა, სადაც ხოჩუს მეციგნები ახლა არა თუ იმაში რა შეფუთვაში, არამედ საერთოდ აკრძალული არის რუსეთში. ხო, რაღაცა ციგნები იფუთება და ეს აღარ თვითონ საროკინიც აღარ ცხოვრობს რუსეთში უკვე დიდი ხანია და ნუ არ შეეცვლება, იმიტომ რომ ბევრი წელი ციხე ემუქრება. საროკინ და მეორე ესეთი ტექსტი არის, რომელიც ერთი ხო არის ეს რეალობა, რომელიც ჩვენთან ახლოს არის რუსული. მეორე არის ნაკლებად ცნობილი ტექსტი, მაგრამ აი იმასთანაც პარალელი გამოსდა, არის ესეთი კენ კოლფუსი, ამერიკელი მწერალი, 2 საათია პატარა ამერიკაში, ესე ქვია რომანს. ისიც აღწერს რა რეალობას, რომ კულტურული ომი ამერიკაში მთავრდება, აბსურდის გამარჯვებით იქაც და რაღაცა ცივილიზებული ამერიკა გადაინაცვლებს ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის სხვა შორის, რაღაცა ქალაქებში და ლითელ ამერიკა იმ ჟანრში რა, ამერიკული უბნების ჟანრში.
არის უბანს ცხოვრობენ ამერიკელები და ძირითადად არიან რაღაცა მოსამსახურე პერსონალი და მუშა ხელი. და ძალიან აი ეს რაღაცა რატო გამახსენდა ესენი, იმიტომ რომ ეხლა ეს ჟანრი იწყება რაღაცა ორველით, ალდუს ჰაქსლით და ზემიაწინით შეიძლება გავიხსენოთ ჩვენ. ზემიაწინით რომ ორველის სინამდვილეში საკონებაც იყო, ხო? ზუსტად. ამით იწყება, მაგრამ ეს რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი რეალობასთან ახლოს რა ჩვენ დღევანდელ რეალობასთან ის ტექსტები სხვადასხვა დროს იმ რეალობასთან არის ახლოს რომელიც მაშინ იყო ჩვენ რეალობასთან დღესა ერთი ამერიკული მხარე კენ კონფუსი და მეორე ცაროკინი თავარი ამბავი ალბათ არის ის რომ თუ ჩვენ რაღაცეები ეხა მიუშვით ჩემი აზრით და არ ვიცი შენ როგორ უყურებ თუ ჩვენ ეხა რაღაცეები ბოლომდე დავთმეთ აბსოლუტურად შესაძლებელია დაშვებადია რომ ეგეთ რეალობა მივიღოთ სადღაც რაღაც ავტოკრატი ღმერთად იქცევა და მისი ოჯახი წმინდანების ოჯახად რაღაცა ფსევდორელიგია იმარჯვებს დინასტია იმარჯვებს და მიუხედავად იმისა რომ სამყარო შეიძლება რაღაცებს სწორად დაალაგდეს და ამ წიგში ხო ეგრეა რაღაცებს სწორად ისე დაალაგდება როგორც დაალაგდება ხო უკრაინა იმარჯვებს ხო გამარჯვებული უკრაინა იმარჯვებს და აი ეს რაღაცა დროებითი გადალაგების ჯოჯოხეთი რაც აქ არის სინამდვილეში ქართველებს უბრუნდება ცუდად ხო ამ რეალობაში საქართველოს უბრუნდება ცუდად იმიტომ რომ ეს რაღაცა მეკობრეობა რომელიც დღეს გახდა რაღაცა მთავარი ეკონომიკური წყარო ხო ამ მეკობრეობას ვეძახი რაშიც ახლა ვცხოვრობ უბრალოდ ეს ქრება და აღარ არის ფული აღარ არის არც რაღაცა ეს დროებითი ოპორტუნიზმი არ არის და რჩება რაღაცა დაუმთავრებელი ხუფი კი ზუსტად რა სიტყოდი ამაზე რა შეიძლება მიგვიყვანოს აქამდე შენი აზრით ეს წიგნი რა თქმა უნდა შთაგონებულია ამ ყველაფრით რა უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში რომელიც შეიძლება ეს ქვეყანა მივიყვანოს ეგეთ აღსასრულამდე. ხო, და იცი რა ტექსტები ჩვენ ჩამოთვალე, პრინციპში ალბათ ყველა ამ ტექსტს აერთიანებს ალბათ რაღაც ისეთი ფილოსოფიური შეიძლება ასე ითქვას ფორმულა, ანუ როგორ ხდება როგორ უარს ამბობს ადამიანი აზროვნებაზე, სიფხიზლეზე, სინდისზე, იმიტომ რომ იქ სადაც სინდისის ხმა დუმდება, იქ უკვე პირობითია აზროვნების პროცესიც, ხო? და ანუ აი ეს ნუ ჰაქსლი იქნება თუ იგივე ზემიაწინი თუ სხვები და სხვები ორველი თავისთავად ცხადი უპირველეს ყოვლისა, ხო ეს რაღაცა მექანიკურია, ანუ ადამიანები არიან, ისინი ფუნქციონირებენ, მაგრამ სიცოცხლის ნატამალი მათში უკვე ძალიან ისეთი პირობითია, ხო? ახლა უინსტონი ცნობილი ორველის რომანიდან ერთადერთია, რომელიც ინარჩუნებს აი ამ გრძნობელობას, ანუ ცოცხალ დამოკიდებულებას. აღქმა რო იყოს მისი ადეკვატური რეალობის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის რეალობაზე უარის თქმა. ხო, მთავარი პრობლემა, ტრაგედია ადამიანის დიქტატურაში არის, რომ მე ვერ ვხედავ რეალობას, მე არ დავინახავ პრობლემას, მიზეზთა და მიზეზთა გამო ცხადია შიშის, ცხადია დაბეჭავების, ცხადია ისტორიული პროცესიდან ამოგლეჯის და განდევნის და რეპრესიის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ხომ არიან ადამიანები მათ შორის ამ რომანშიც და ყველა სხვა ასე დისტოპიურ ტექსტებშიც, რომლებიც ინარჩუნებენ სწორედ ადამიანებს. რომელსაც ან გაახსენდება, ან სულ ინარჩუნებს. გახსოვს ჩემი და შენი საყვარელი ავტორი ეჟენი იონესკოს მარტორკები, სადაც ბერანჟე ბოლო ფრაზა, ხო, მე ვიქნები ბოლო ადამიანი. აი ყველა რომ მარტორკა გახდა უკვე შეყვარებულიც რომ გაუმარტორკდა, ხომ ბერანჟე გაჰკების რომ ბოლო ვიქნები. ნუ აი ვიქნები, მაგრამ ნუ ადამიანი ვიქნები. ხო, აღარავინ ჩემ გარშემო, მაგრამ მე მაინც. ხო, ამიტომ რა უნდა მოხდეს, ხო, ანუ სინამდვილეში უკვე მეშინია კიდეც ამ შეკითხვაზე პასუხისგაცემა, იმიტომ რომ ერთი მხრივ არის ძალიან მარტივი, ერთი მხრივ ძალიან ბანალური, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც შეიძლება რომ ისტორია აგიმხედრდეს, ხო, იმიტომ რომ სინამდვილეში ცოცხალი ადამიანი, რომელიც იბრძვის რომ შეინარჩუნოს თავისუფლება, მინიმალური მაინც ის მუდმივ წნეხშია, ხო, ანუ მუდმივ წინააღმდეგობაშია. მეც გულწრფელად რო გითხრა, აი ამ რომანსაც რო ვწერდი და ამ რომანის წერა დავიწყე, პრინციპში აი მძიმე დეკემბერ-იანვრის მერე, აი ყველაზე ბრუტალური რომ აღარ ვიცოდი საწამეღო, იცი, თან მივხვდი რომ ბრაზიც მათ შორის წუხილიც ტრაგედიის განცდა, როდესაც ისტორია, ანუ რაღაც პირობითი რამ კი არ არის, არამედ ისტორიული გამოცდილებით აბსოლუტური შეგრძნება და ახლაც გვაქვს ეს რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაბრუნდეს რაც მოხდა 20-იან წლებში გასული საუკუნის და ანუ ეს
და ეს არის ინტელექტუალური ცოდნა, ეს არის პირდაპირ გრძნობა ამას, იმიტომ რომ მტერი იგივეა, პრობლემა იგივეა და ასე შემდეგ. და ეს თან პლუს განცდაც ჰქონდა რომ მივახცე რაღაც ლიმიტს. მეც როგორც პროტესტში მონაწილე ადამიანმა. ხო ლიმიტი, ანუ რაღაც ზღვრულია, სადაც ფიზიკურად ბოროტება ვერ დავჯაბნე, მორალურად გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს მორალით საბოლოო ჯამში აღმოჩნდა მორალი ქრება, იმიტომ რომ შეიძლება დაკარგო ადამიანები შენ გარშემო, რომელთათვისაც და ეს ხო მარტო ჩვენი რეალობის ამბავი არ არის, და შენს მიერ ჩამოთვლილი წიგნებიდანაც გამომდინარე არგუმენტი ძალაა და რა სინდისი. სადაც ძალა იქ არის შესაბამისად აზროვნებას აბსოლუტურად მაგრამ აი ამ წიგნში ხა ფინანს არ მოუყვებით და შენ არ გაქვს საკითხული ხო ბოლომდე ხო მაგრამ ცხადის პოტენცია არსებობს სადაც ადამიანი თუკი ინარჩუნებს სინამდვილის აი ამას აი კატეგორიულად შემიძლია ვთქვა რომ აი სინამდვილის აღქმა აი ეს არის აი თავს არ მოვიტყუებ რაც არ უნდა იყოს ხო ანუ თუკი ბერანჟი ამბობს რომ მე ბოლო ადამიანი ვიქნები ამ შემთხვევაში უფრო ვიტყოდი რომ აი არ მოვიტყუებ თავს არ შევეცდები რომ აი ამ манипуляციის აი ამ მასშტაბებში აი ამ ჰიპონოს რაღაცნაირად გავუცვლო ეს უკვე რაღაცნაირად ჩემთვის არის პოტენცია მანიშნებელი რომ რაღაცა უფრო განვითარდება ძალა უფრო მეტი გაჩნდება აქედან და სწორიც არის ჩემი აზრით არის თავიდანვე რაღაცა ჩემთვის ეს აღვიქვი რაღაც როგორც ოპტიმისტური შეხედულების მარცვალი ხო რაღაცა მარცვალი ოპტიმიზმი არის მარცვალი ოპტიმიზმის ანუ ეს არჩევნები ტარდება და ეს არჩევნები როგორც ვთქვი არა რაღაცა ჰიპოთეტური რეალური ის არჩევნები გამოვიდა ხო იმიტომ რომ კონსტრუქცია შეიცვალა გეოპოლიტიკური რეალობა აი ეს და ბევრი ხალხი მიდის ამ ქვეყნიდან. ასოჩო ჩანდარდა ზოგმა გამაკრიტიკა ამხდის გამო რომ ძალიან პირდაპირ მიაბი 24 წლის არჩევნებს რომ უფრო მაგრამ მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს იმიტომ რომ ჩახლისთვის დრო და უფუნება არ აქვს. არ არის თან რაღაც დაბნელებული მზეა. არა თან კაია ხოჩოს მინდა რომ ჩემ კომპლიმენტი უთხრა ზოგადად სულაკაუს გამოცემას რომელმაც ბოლო დროს ძალიან კარგი შეფუთვა დაიწყო წიგნი. კი ბატონო. ჩემთვის ეს არის ძალიან ისეთი სათუთი ამბავი მიყვარს ლამაზი შინაარსთან ერთად ლამაზ წიგნები მიყვარს და ამ ბოლო დროს მართლა გამორჩეულად კარგად იმედია ისე არ შეგვიფუთავენ წიგნებს როგორც არ უკენის წიგნებია შეფუთული იმედია რომ შეფუთვა ამის დამთავრდება და არა გადაფუთვით ხო ანუ ეგ რეალობაა რა აი აქეთკენ მივდივარ სინამდვილეში აი ეს რეალობა გვერდზე ხდება 2 საათია თბილისიდან მოსკოვამდე თვითფრინავით და 2 საათია თბილისიდან რუსეთის პირველ საზღვართან და იქ ეს უკვე ხდება ანუ ის რომ წიგნი შეიფუთა რომ ფილმში სიტყვები არის სცენებია გამქრალი რომ ფილმში რაღაცა სიტყვებს ვლარავთ სიგარეტის რო ეწევა ვიღაცა ის იმს არის აკვე დაბლარული ანუ ეს რაღაცა ნიშნები ჯოჯოხეთის 21 საუკუნეში ანუ უცხო არ არის რა ესე ამათმაც ძალიან სწორად გამოიყენეს როგორც რუსეთში ჩემი აზრით ძალიან ნელა შეაძვენეს რას ვამბობდი ანუ აქ არის ოპტიმიზმის ამბავი ის რომ ბევრი ხალხი მიდის ანუ ამას გავრად შენ ხა წეხან ამბობდი რომ ახლა რომ არ შევეგუები ახლა რომ დავრჩები ფხიზელი ასე ვთქვი ამ ყველაფერს არ გავატარებ და არ შევურთები დაჰიპნოზებულებს ანუ შეიძლება დიდი ნაწილი რაღაცა ნაწილი ჩვენ საზოგადოებას მიდის ამ ქვეყნიდან და რაღაცა ფორმით ინარჩუნებს ნორმალურ ცხოვრებას ხო მიხსიერებას ანუ ხო თავისუფლად რაც პირველი ემიგრაციის ამბავია ხო? ხო, ეგ მინდოდა მეკითხა. რა არის ეგ ამბავი? რატო გამოყავი? არ არის ჯამში ოპტიმიზმი აქ არ არის. მაგრამ ეგ იყო ჩემთვის რასაც მოემღაუჭე, რომ აი ხალხი ემიგრაციაშია. ესე იგი რაღაც კაი ხდება. თან ცოტა ისეთი რა სტრუქტურირებულა განსხვავებით ჩვენი სხვა ტალღებისა ემიგრაციის. აქ რაღაცა ეგ შინაარსი ჩანს სტრუქტურირების რაღაც ფედერაცია არსებობს, იქ ადამიანები მიდიან, რაღაცა ის არის რა, სისტემა. ხო, რაღაც არქივია სადაც ეს რა იყო რა გამოგიძახა რა იყო მაგის გამოძახილი იცი რა არის ნუ უბრალოდ რომანის ლოგიკამაც ეს მოითხოვა ეს ერთი მეორე ეს არის ასევე ესკაპიზმის გარკვეული ფორმის აღწერის მცდელობა ჩემგან ნუ ახლა მოდი ხორხე ლუის ბორხეს აქვს ერთი მოთხრობა ასეთი რომ ტექსტში უნდა დაწერო ისეთი რამ რაც არ გინდა რომ ახტეს სხვა ავტორებს სხვანაირი წარმოდგენა ხო პირიქით ის რასაც წერის ახტება ხო და ნუ ამ შემთხვევაში მათ შორის შეიძლება წერ იმიტომ ტექსტში რომ რეალურად არ მოგიხდეს საიდანაც გაქცევა იმიტომ რომ მაინც პრინციპში გაქცევა რაც არ უნდა იყოს არ არის კაი რამე არ არის ხო ნუ ვერ ვიტყოდი რომ კაპიტულაცია იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზები არსებობს ამისა
ადამიანისათვის და სად გრძნობს და როგორ გრძნობს ადამიანი მათ შორის თავის ძალას რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ეს კიდევ სხვა საკითხია და საკუთარ პრაგმატულიც არის შემთხვევაში. ხო, აი აქ ალბათ უპირველეს ყოვლისა შეკითხვას მივხვდი ამოვიცანი ასე თქვა თქვენ ტექსტი პირველი ემიგრაცია ხო 20-იანი წლების ხო ცხადია ეს არის მეხსიერების შენარჩუნება და ანუ თუ კი დაიკარგა ეს იდეა და ეს იდეა, ანუ თავისუფლების იდეა, ის იდეა, რომელთაც ატარებდნენ ამ იდეას ის გმირები, რომლებიც ასევე გაქრნენ საბჭოთა ისტორიის პირობებში, ხო? თქვა ლეგენდარული მარო მაყაშვილი. აბსოლუტურად, აბარა, ხა მთელი 70-იანი წლების განმავლობაში, ხა 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც პირველ მიტინგებზე გამოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი, ვეცნობდა ბევრი ადამიანი. ანუ ეს არის შემფელი ამოძახილი იყო ამასეაც. ხშირად ვახსენებ ხოლმე, არ უნდა ვახსენებ, მაგრამ ძალიან კარგი სიმბოლო არის ეს რაღაცა ტაშში ჩამჯდარი კაცი რო ყავთ ხოლმე. იმის ამოძახილი მარომაყაშვილზე. ძალიან გულწრფელი. მისი ჟანრისთვის, აი ამ რაღაცა მუტანტი ქართველისთვის ძალიან გულწრფელად თქვა, ამიტომ საერთოდ არ გამაღიზიანა. აბსოლუტურად. მის მამაკ დამოკიდებულება. ეგეთი ხალხი ეგრე ფიქრობს. რა საკვირველია? არ არსებობს ვინ არის მაგდროს. აბა რაღაცა ჰიბრიდული ჰომოსოვიეტიკუსია პლუს დამატებული პოსტსაბჭოთა ამ თელიამ ბუკეტით მარაზმის. აბა ვინ არის მარომაყა რატოა გმირი? რატოა გმირი და მეორე ხო კაცო იმან მოკლა ეხა რა ის სხვა რა შოაშია. აი კლასიკური მაგალითი იმისა როგორ რეალობა როგორ უნდა დაიბლანა. ხო და აი ხო შეროტაშტი ახსენე ხო უცბად ვიფიქრე და გამახსენდა კიდე პირდაპირშობიდაც გოდორი ოთარჭილაძე. გახსოვს ეს კასრია იქ კასრი გოდრის კაცებს რო უწოდებს ხო იმ კაშელებს რომლებიც ქართველები არიან მაგრამ აღარაფერი მათთვის ქართული აღარ არის მნიშვნელოვანი და პრობლემაა მათთვის სინამდვილეში ქართული ხო ქართული გვარები და სახელები აქვთ სადღეგრძელოებს ავენ საქართველოზე ვითომ და უყვართ საქართველო მაგრამ სიამდვილეში ხო პრობლემაა მათთვის აბარა გოდორია ხო და აი ეს პირველი იმიგრაციის იდეა ამიტომაც ინსპირაცია ცხადია ეს იყო რომ ანუ როგორ გადარჩა 26 მაისის მეხსიერება ხო როგორ იქნა შენარჩუნებული მართლაც მთელი ეს ისტორია იმიტომ რომ ემიგრანტები მაშინ ხო ბუნებრივია და ახლა მადლობა ღმერთს ხელმისაწვდომია მემუარები მოგონებები ამ ასეთი აქტიური მუშაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს იდეა გადარჩა ეს მეხსიერება ეს დიდი იდეა მხოლოდ ჩვენ არ დაგმართნია ხო ეხლა იგივე ცნობილი სიტყვები თომას მანის ხო იქ სადაც მე ვარ იქ გერმანია რომელიც პრინციპში მისი სიტყვები არ არის ეს არის უფრო გოეთეს სიტყვები ლოტე ვაიმარში მისი რომანიდან გოეთეს ათქმევინებს თომას მანი სადაც ანუ თუ კი აღარ არსებობს გეოგრაფიულად ეს იდეა აი ამ ადგილას რომელსაც ერქვა გერმანია მაშინ არსებობს სადღაც სხვაგან რომელთაც შეინარჩუნეს ღირებულება მორალი და მეხსიერება სწორედ აი სულის ერის სულის ხო ეხლა ძალიან პათეტიკურები თუ არ ვიქნებით ამიტომ ესია ხო ნუ ხა ბუნებრივია როდესაც ეხლა ჩვენ ისტორიას გავიხსენებთ სწორედაც აბსოლუტურად შესაძლებელია რომ ამის გარკვეულწილად ამის რეფლექსია მოხდეს რეალობაშიც იმიტომ რომ ხო თუ გაქრა თუ კი ადამიანმა უარი თქვა თავისუფალ ნებაზე თუ კი შეეგუა თუ კი ადაპტირდა დიქტატურასთან თუ კი ეს კრეტინიზმი უბრალოდ მე ამ რომაში ვხარობ იდიოტს ანუ ბერძნების ასე ვთქვათ ხო ბერძნული გაგება არ ეწყინოს როგორც იდიოტი კაცი რომელიც ხო რა ხო არ გულგრილია ისტორიის და ხო ფრაზა აპოლიტიკური აი ეს ხო ანუ როდესაც შენი არჩევანია რომ გახდე იდიოტი ხო საკეთებ გამიზნულა აბსოლუტურად ცნობიერია ის რაღაცა ადამიანის რაც არის ერთის მხრივ აზროვნება მეორის მხრივ სინდისი ამას რაღაც მობდა იძახი რომ აი რა მიიღეს მართლა ხო რომ ეს აღარ მქონდეს მორჩა და გათავდა. ხო, ამიტომ აი ეს არის, რომ თუ კი იდიოტი ხდები მაშინ, როდესაც ივიწყებ მეხსიერება. ანუ პრინციპში პროპაგანდის იდეაც ხო ეს არის. მათ შორის აი ამათი ხომ, რომ წარსული არ არსებობს. მუდმივად ვართ ახლა და აქ და იმის და მიხედვით ფუნქციონირებ და ვმეტყველებთ და ვაზროვნებთ პირობითად ბრჭყალებში, რაც ახლა არის საჭირო, ხო? ანუ არ არსებობს. წარსული არ არსებობს და ამ ყველაფერს მათ შორის უახლოესი წარსული მათივე ყოფილი პრემიერ-მინისტრები ჩაყრილი ციხეში მათივე ხო აღარ არსებობს ხო ანუ მათი პროპაგანდისტული არხების მაყურებლისათვის აღარ არსებობს ვიღაცა ღარიბაშვილი აღარ არსებობს წარსულში იყო და გაქრა
მორჩა, იმიტომ რომ ეს აქ იყავი ახლა საოცარი სანახავია რა, როცა ადამიანები რომ ეხლა ნუ აი იტყვი განათლებული თუ გაუნათლებელი რაღაცა თუ რაღაცა უკეთებია ეხლა ზის თავს თვის პარლამენტარად შესაძლოა თავს თვლის რომ რაღაცა დოზით ამ სხვა ადამიანებს რაღაც სიკეთე გაუკეთოს ან არ გაუკეთოს პოლიტიკოსი მიაჩნია თავს ესე როგორ შეიძლება რომ გაისულელო საკუთარი თავი რომ ისქენ რომ მართლა რაღაცა ანუ 9 წლის წინ თუ რა 14 წლის წინ 9 წელი რო იყო ის გჭირდება იმაზე ლაპარაკობ ოღონ 9 თვის წინ რო კაცი ყავდა რომელსაც ადიდებდიან ზუსტად ისე როგორც ეხა რაღაც სხვას ის რო ციხეში ჩააგდე და იმას ლაპარაკიც რო არ გინდა რომ რატო ჩააგდე რატო მოხდა აი ელემენტ პატარაც თქმაც რო არ გინდა რომ ან გულხوارი მომხრე იყავი იმისით ან მაგრამ აღარა ხო არის ვერ იტყვი მაშინ ესე იგი სისტემიდან ხარ ამოვარდნილი ხო დამტარებულია აბსოლუტურად ხო ისე ორუელი ასევე ჩვენ ბევრი ისიც უნდა გაგვახსენდეს ალბათ ფილიპ როთის შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ აქაც ხო ანუ წარსულზე აზროვნება წარსულზე მინიშნება უკვე პრობლემაა ძალიან საინტერესო ამბავი ერთ მე რაც დამემართა ამ ყველაფრიდან რაც ეხა ხდება და რა ამბავიც არის ალბათ ჩვენც გაგიჩნდა ეს შეგრძნება შენ ბევრი გიწერია და ბევრი გილაპარაკია კიდეც მაგრამ მათ შორის გიწერია ხო ერთ-ერთი ბოლო წიგნი რომელიც დაწერა იყო საქართველოს სტალინის წინააღმდეგ და ის რეალობა ჩემთვის იყო, რა ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანებში გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა დალხენილ საქართველოში არ ცხოვრობდი, ის რეალობა, რაც აი ტოტალიტარიზმის პირველი წლებია, ხო, 20-იანი 30-იანი წლები არის და ეს რაღაცა გადაღებული მე 37 წელი და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რაღაც შორს იყო ჩემთვის. მაინც შორ ამბავზეა, რაღაც ამბავზე ვლაპარაკობდი, რომელიც ადრე იყო, ჯოჯოხეთი მოხდა და ხო, ნუ რაღაც განცდა რომ მეტი მოხდება აღარ მქონდა. პირველად დავიწყე ამაზე ფიქრი, რომ ჩემი დიდი ბაბუა იყო ის, ვინც მაშინ იქ მოხდა და ეგრე ახლოს არის რა, ანუ მე ხო შვილი მყავს, ვიცი რომ შვილი შვილს მოვესწრები და ძალიან ახლოს არის სინამდვილეში, ანუ 3 თაობის წინ იყო ეს ამბავი. რომელიც გადახდა საქართველოს და როგორ ანუ ის კი არა რომ რაღაცა რეპრესია, როგორ უცებ ეს ყველაფერი გადაიქცა იმას რა ქვია, იმ ჯოჯოხეთად რაც იყო მე 50-იანი, 60-იანი, 70-იანების საქართველო. რა დამოკიდებულება შეგიცვალა თუ არა დამოკიდებულება აი ამ ჩვენ უახლოეს საბჭოთა წარსულთან იმან რაში ვცხოვრობ დღეს. კი. იცი რა აბსოლუტურად სწორი ხარ, ძალიან ახლოს არის და კიდევ უფრო ახლოს მოვიდა. სწორედ აი ამ ცოდნის გამო მათ შორის ხომ, იმიტომ რაც უფრო მეტი იცი და უნდა იცოდე, ხომ, იმიტომ რომ მართლაც აი ესეთი ჰეგელის ცნობილი სიტყვები, ხო, ისტორია ეს არის წარსულის წინასწარმეტყველება, ხომ, სადაც მართლაც გაკვეთილია ისტორია, იმიტომ რომ მათ შორის რომ აიცილო მძიმე რამ, ანუ სახელდება უნდა მოხდეს, ხომ, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაში რომ ვიცოდეთ ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე, ხო, აი ესე პირდაპირ თუ კი ლიტერატურაში შეიძლება არ იყოს ასეთი აბარა ცხადია. ამიტომ ეს სწორედ ჩვენი შფოთვები მათ შორის, ჩვენი შიშები, ჩვენი ბრაზი დაკავშირებულია სწორედ იმასთან რომ ჩვენ ვიცით და ეს იყო ძალიან ახლოს და ეს არის სავსებით შესაძლებელი რომ იმიტომ რომ რა განსხვავებული ადამიანები იყვნენ ბაბუაშენის ან ბაბუაჩემის დროს რომელიც ასევე დახვრეტილია 1927 წელს ხო? აღარ არ იყვნენ არაფერი განსხვავებული არა იგივე ხალხია სადაც ხო არის პრაგმატიზმი არის ვერ გააზრება აბსოლუტურად აი ეს წიგნიც თუნდაც საქართველოს იოსებ სტალინის წინააღმდეგ, აი როდესაც საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ისტორიკოსებთან ერთად მუშაობდით. მინდა აქვე ჩვენს მაყურებელს ურჩიო ლაშას დამკვირვებელთან ერთად საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის და ლაშას ერთობლივი საქართველოს იოსებ სტალინის წინააღმდეგ მართლა ესეთი ფასდაუდებელი დოკუმენტური შრომაა, რაც აუცილებელია რომ ყველა ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა ძმებ ხვადაგიანებს და გიორგი კანდელას, იმიტომ რომ ეს არ არის მხატვრული ტექსტი, ანუ მართლა ისტორიკოსებია რომ ყველა ესეთი ტექსტი წაიკითხოს. ხო, და აი ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ გაკვეთილი არის ის რომ როგორ ვერ მოხდა გააზრება.
რო აი დამოუკიდებლობა იკარგებოდა და ეტაპობრივად, ხო? ეტაპობრივად როგორ ეს მეტასტაზები როგორ გავცელდა, ხო? და თვითონ მათ შორის ჩვენი ასე ვთქვათ, ჩემი პერსპექტივით ლიტერატურულ სივრცეში მწერლები რამდენად, როგორ უყურებდნენ ამას, ეს რაღაცა მორიგი ცვლილება, ხო? ახლა პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, მერე იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკა, მერე პირველი რესპუბლიკა. ხوارეული დროა ახლა. მოვიდნენ რაღაცა ეს სოციალ-დემოკრატები, მერე ბოლშევიკები და ეს, ეს რაღაცნაირად აი ეს სასაცილო ტრანსფორმაციები პოლიკარპე კაკაბაძის ხوارვარი თუთაბერში ძალიან ისე კომიკურად და ტრაგიკულადაც არის. მაგრამ ეს შემდეგ იქცა ძალიან, ბუნებრივია, ძალიან მძიმე, ამბად კონკრეტული ადამიანებისათვის, ამდენი ათასი და მილიონებისათვის და შემდეგ ისტორიისათვის. ისტორია წაგვართვა. აი ამ ვერ გაგებამ, ვერ გააზრებამ სინამდვილეში რა ხდება ახლა. ხშირ შემთხვევაში აი ახლა ახალ წიგზეც ვიწყებთ მუშაობას და ჩემთვის არის მაშოკირებელი, აი 25 თებერვალი მოხდა 1921 წლის და უკვე 6 მარტს მწერალთა კავშირში, ანუ აი მაჩაბლის ცნობილ სახლში უკვე ბევრი მწერალია მისული ახალ ხელისუფლებასთან სასაუბრო. და არა იმიტომ, რომ მათ რაღაცა მოწონდათ, მათ შორის კოტე მაყაშვილიც არის. პარადოქსია. 25 თებერვალს ხო, მარო არის და დაბნეულები რა კოტე, რომელიც დასტირის მარო ვიტირო თუ საქართველო, ხო, აი ვერ ხვდება თითქოს თუ რა ტიპის ინსტინქტია, ან რა ტიპის არ ვიცი შიში, არამედ დაბნეულობა, მე ესე ვიტყოდი, დაბნეულობა, ცხადია. არ არის მარტივი და ძალიან რთულია ყველაფერი, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თვითონ ბოლშევიკებიც, ხო, პირველად, ანუ უკვე 21-შივე, 26 მაისს აღნიშნავენ, როგორც დამოუკიდებლობა. რა ცინიზმია ეს? რა ცინიზმია? მერე უკვე შემდეგ წლებში, მერე უკვე 22-ში და 23-ში კი არავითარ შემთხვევაში. მერე თვითონ ეს იდიოტებიც, მოდი ასე ვთქვათ, ხო? აი ეს ბოლშევიკები, უკლონისტები რო ეწოდათ. ხო, ფილიპე მახარაძე და ბუდუმდივანი და სხვები უკვე ლენინთან რო ჩივიან. ეს როგორი საინტერესო არა, რომ ჩვენ რუსული არმია აქ არ გვინდოდაო, ბოლშევიკებიც კი, რომლებმაც გაანადგურეს რუსული ხიშტებით საქართველოს დამოუკიდებლობა, შემდეგ იწყებენ ჩივილს ლენინთან, მომაკვდავ ლენინთან, ხო, რომ არ გვინდა, ჩვენ ეს საბჭოთა ქართული ჯარი გვეყოლება და თავის ეტოდობა და მე რასასაცილოა თუ რაღაცა ის არის საკუთარი დანაშაულის გააზრება და მე ვცდილობ აი ხო, აი კი დართულია რომ მე შეიძლება ესეც არის. შულებს რო უთხრა. ხო, ან მიამიტობა, ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა რომ რატო აქ სტალინი და მისი აქ რაღაცა სტალინის ვირს უწოდებდნენ, ხო? და არა მხოლოდ სტალინის სერგორჯონი კიდეს რომ ეს ვირი რატომ უნდა გვმართავდეს აქ ვიღაცა ტეტია, როცა ვართ აგერ ინტელექტუალები ვართ, ხო, აქ ჭკვიანი ხალხი ვართ, ბოლშევიკები გვიბრძოლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ხო, ანუ ესეც კიდევ ერთი დამატებით ღმერთო ჩემო, რასასაცილოა ეს ყველაფერი, რომ ახლა და იქ ლენინიც როგორ იწყებს მე მანიპულირებას, რატო იწყებს, ხეს გასაგებია იქ ახლა შიდა ბრძოლებია ძალაუფლებისათვის ტროცკისა და სტალინსა და სხვებს შორის და ხო, თუმცა საინტერესოა ეს რომ ლენინის ბოლო ფაქტობრივად ცნობიერად სიფხიზრეში დაწერილი წერილიც ქართულ საქმეს ეხება. და როგორი საშიშია საქართველო მათთვის. და ყოველთვის საშიშია საქართველო რუსეთისათვის, როგორი რუსეთიც არ უნდა იყოს ეს. ხო, პრინციპში აი ეს ძალიან ასევე დიდი გაკვეთილი. რატოა საშიში საქართველო მათთვის? ხო, იცი რა არის ეხლა? ყველაზე მეტად. ცხადია, აი ასე მარტივად და რთულად თავისუფლების იდეის. ხო, იმიტომ რომ აი ასე ეს არ ვიცი ჩვენი ბედნიერებაა თუ ჩვენი უბედურება, მაგრამ პირველები არიან ქართველები. ხო, ღმერთო ჩემო, ქართველები არიან. აბა რა, არიან. ესე იყო 24 წლის აჯანყებაც, ესე იყო 50-იანი წლების სადამ ნოვოჩერკასკი მოხდებოდა. ხო, 56 9 მარტის ამბები, პირველები, ხო, მიზეზი რაც არ უნდა ყოფილიყო, საბოლოოდ ის 9 მარტის დემონსტრაციები გადაიზარდა დამოუკიდებლობისთვის მოთხოვნაში. ესე იყო, რომ ჩვენ რუსები არა ვართ. ეს იყო. სად იყო სხვაგან? ამიტომ ახსენე სხვა შეფუთვით, მაგრამ რეალურად ეგ ცხადია 80-იან წლებშიც, ხო, ცხადია აქ ლიეტუველები და ქართველები. უპირველეს, ანუ ბიძგი ძირითადი, ხო, იმიტომ რომ შემდეგ აი აგერ 2014 წლიდან იწყება, ხო, უკრაინის რეალური, ხო, ნარინჯისფერი რევოლუციით, ცხადია, მაგრამ იდენტობის აბსოლუტურად. აბარა, ბოლო წუთი და უკრაინაში აღარ მახსოვს 90 წელია თუ 91 რეფერენდუმი, როდესაც ტარდება
იქ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებაზეა უბრალესობისა. უნდა და ბელარუსია იყო მცდელობა რომ საბჭოთა კავშირი რაღაცა ფორმით შენარჩუნებოდა. რასაკვირველია ეს არის ისიც კი აი 21 წლის პერიოდში ხო 18-21 წლის პერიოდში მიხეილ ხრუშჩოვიჩის ხო ამ ხალხის ეპოქა იქაც არ არის ეს იგი რაც აქ ის ძალიან საინტერესოა სხვა ჩვენს აბსოლუტურად ძალიან უაღრესად ეს ანარქისტული წარმონაქმნები სამხრეთ უკრაინაში რაღაც ხდება მაგრამ ძალიან და მოდი რა კი ლიტერატურაზე ვსაუბრობთ იური ანდრუხოვიჩიც მურჩიოთ რომელიც ამას ზაგარბა და სერხი ჟადანიც ცხადია უკვე თანამედროვე რომელიც აი ამ თვითონვე როგორ იაზრებს უკრაინა თავის თავს როგორ ხედავს აი თავისუფლებაში როგორ ხედავს ერი საკუთარ თავს ხო ამერე მამარდაშვილის ნობელის სიტყვების არის თავისუფლება რატო გვინდა იმიტომ რომ დავინახოთ ვინ ვართ ხო აი ეს ამიტომ პრინციპში ეს არის შიშია ხო აი ამ დიდ იმპერიაში ეს ერთი ქვეყანა რომელიც არც ტერიტორიულად არც არაფერი ფორმით არ უნდა მაგრამ რაღაც პრობლემა არის თავისუფლება კი აქ ვამბობდით აი გაზრების ამბავზე მე ყოველთვის ეს ვკითხულობდი ხოლმე მაგ პერიოდში რაღაცას ღიურებს თუ იქნებოდა თუ ეს რაღაც ისტორიული ტექსტები სულ განსთით რომ აი ნუ ეს რაღაცა ჰეგელის ერთ-ერთი პარადიგმა რომ მომავლიდან გაუყურებ უფრო მარტივი მაგრამ მაინც განსთა რომ აი შენ გარშემო ის ხდება როგორ ვეხვდები რომ გაიქცე ხა დაიკეტება საზღვარი გაიქეცი და აღმოჩნდა რომ ჩვენ ცხოვრობთ ხა ამაში ანუ იგივე გადმოსახედიდან რაღაცა 10-15 წლის წინანდელი მე საკუთარ თავს ვეტყოდი რომ გაიქეცე ხა აი იმიტომ რომ ეხა შეიძლება იგივე ყველაფერი ისტორიული წყობით აქ მინც მაგრამ ეს ჩემთვის ერთ-ერთი მთავარია რაღაცა შოკი რა გაშეშება ხო დაბნეულობა რომ აი რა არ არის ესეთი მარტივი თურმე აი გაიქცე შენი სამშობლო და აბსოლუტურად იქიდან რა ადგილასაც ეკუთვნი რაც შენ გეკუთვნის და რა ადგილს შენ ეკუთვნი იქიდან წასვლა ეგეთი მარტივი არ არის ამიტომ აღარ გაკიცხოთ ის ხალხი რომელიც მაშინ არ წავიდა და ვერ მიხვდა რა საკურველი აბარა ხო სულ ეს ფიქრი არის ხო მუდმივად და მათ შორის საროკინთანაც არის ხო ანუ როდის დგება ის მომენტი როდესაც უკვე ობიექტურად არის შეუძლებელი აი ამ ხალხთან ერთად ცხოვრება რომელთაც დათმეს უმთავრესი იდეა ხო ანუ პრინციპში რაღაცნაირად უკვე ჩვენ პირველი მიგრაციას განსაკუთრებით ზოგიერთ უფრო კრიტიკულს და უფრო გულწრფელსაც აქვს ეს წენა რომ თითქოს გვიღალატა ხალხმა მაგრამ იცი რა არის აბსოლუტურად გეთანხმები ამ რომანშიც შევეცადე ფინალისკენ რომ ესეა არა წინააღმდეგობა უნდა გავუწიო სადამდე შეგიძლია და როგორ შეგიძლია ხო არაფერი პარტიკული აი სულ აქ ესკაპიზმი არ არის სწორი ერთი სიტყვით ეგ მქონდა რომ აი კაცო ხო იცი რომ ჯოჯოხეთი დამყარდება და რაღაცა ხო იცი მე გიშტა დამოკიდებულება რომ ის ჭკვიანია ვინც ადრე წავიდა და გადაურჩა ამას და ვინც არ გადაურჩა ის არა და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ეგრე არ არის იმიტომ რომ სანამ წინააღმდეგობის საშუალება არსებობს უკანასკნელი ფეთქვამდე იმაში მონაწილეობა მიიღო დღეს ეს აი ძალიან ცხადად მესმის მაგისტვის ვართ აქ. აბსოლუტურად რომ იმ სცენარით არ წავა ყველაფერი რა სცენარითაც რაღაცა ფანტასტიკურ ჟანრში შეიძლება წავიდეს ან რაღაცა დისტოპიურში ან იმაში, მაგრამ ხო, უნდა იბრძოლო. უნდა იბრძოლოთ იმისთვის რომ ეს გადადგა. ხო, თან არა გავკითხოთ არავითარ შემთხვევაში ისინი წავიდა. არავითარ შემთხვევაში წავიდეს. პირიქით ადამიანებს აქვთ ეს რაღაც. ყველას შეიძლება დაუდგეს ეს მომენტი რაღაც დროს, ანუ არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ხო, აღმოჩნდა რომ დღევანდელ საქართველოშიც ბევრია ისეთი, ვინც არ გაურბის ბრძოლას თავისუფლებისთვის და ბრძოლას საქართველოს იდეა. ამაზე ძვირფას საქართველოს იდეა არ არსებობს. რასაკვირველია. ნუ ეს არის ეგზისტენციალური იდეა, ანუ პირდაპირ უკავშირდება სიცოცხლეს და ხო, აბარა მაგალითი რო აღარ არსებობს. მორჩა, რასაკვირველია. ერთი ტექსტი, რომელიც მიხედვითაც მინდა კითხო შემდეგი კითხვა. ძალიან პოპულარული, რომელიც დღეს გარდაიქმნა რაღაცა ცნობილ სერიალში, მარგარეტ ატუდის Handmaid's მხლევი. ხო, მხევლის ღიური. კი. რომელიც აღწერს აგრეთვე ესეთ ძალიან რეალისტურ მოდელი გადმოსახედიდან რეალობას შეერთებულ შტატებში, როდესაც რაღაცა კონსერვატიული თეოკრატია იმარჯვებს და აი რაღაც საზოგადოება იცვლის მთლიანად ცხოვრების წესს. ეს ძალიან ისეთია, ძალიან დიდი პოპულარობა ნახა, რომ წიგნიც ძალიან პოპულარულია. ხო, თუმცა რომ მაგათ ატუდი არ არის, დღეს არ დაუწერია და დაუწერელი არა, ხო, ეს არა. ერთ-ერთი მისი პირველი რომანია. 70-იან წლებია, და ჰიპური მოძრაობა, ხო, დღეს მოიკიდა ამ ყველაფერმა ფეხი. რატო მოიკიდა, მე მგონი ცხადია. ცხოვრობ თუ არა ჩვენ ზოგადად ეგეთ ეპოქაში, ლაშა, რას ფიქრობ? ანუ შეხედე, ეს ხო მარტო ჩვენთან არ ხდება, მარტო ჩვენთან ხო არ არის, ჩვენებთან ხო არ არის ესეთი ნიჭიერები ეს ხალხი, ვინც დღეს ამ ქვეყანას
მართავს ისეთ ნიჭերը ყარან ის მოიგონეს. არის სრული კალკი უახლოეს ჩრდილოეთ მეზობელისგან. მაგრამ ზოგადად სამყარო ცივილიზებული სამყარო, არ ვლაპარაკობ დანარჩენზე, ამ შემთხვევაში ის დანარჩენი ისე არ მაინტერესებს, ცივილიზებული სამყარო როგორ ხდება რაღაცა რეაქციების, რადიკალური რეაქციების, შედის თავიდან რადიკალური რეაქციების ეპოქაში. არის ეგრეთ შენი აზრით ეს ამბავი? აი ეხლა ვცხოვრობთ მაგ დროში, როცა არამედ საქართველოში, არამედ ხო, და როგორი საინტერესო და რთული საკითხია ეს, ხომ? ჯერთი უპირველეს ყოვლისა, აბსოლუტურად გეთანხმები, რომ მართლაც თუნდაც ეტმუდის მხევლისდღიური, რომელიც არ არის გუში დაწერილი წიგნი, დღეს ხდება აქტუალური, იმიტომ რომ დღეს ვცდილობთ რომ დღევანდელობა წავიკითხოთ ამ წიგნებით, იმიტომ რომ ვერ ვხსნით, იმიტომ რომ არანორმალურია ეს რაც ხდება და შესაბამისად პასუხებს ვეცებთ და მათ შორის გვეხმარება ხო ლიტერატურა რომ აქ მაინც გავიგო რა ხდება ხომ და შესაბამისად ეტვუდიც და მით უმეტეს აქ ხაზი არის ძალიან საინტერესო და ჩვენთვისაც აქტუალური ქალი როგორი მნიშვნელოვანია ქალის წინააღმდეგობა და ქალი როგორც პროტაგონისტი ხო იმიტომ რომ ჩვენ პროტესტშიც ესეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და დომინანტური ასე ვთქვათ წინააღმდეგობის ხმა და ნებელობა ქალებისგან ნუ ეს კიდე სიმბოლოდან ზიამაღლობელი დამთავრებული რეალური ყოველდღიურობით ცხადი ხო აი ხო ნუ შეიძლება აქ სხვადასხვა მიზეზი იყოს და აქ კიდე საკმაოდ საინტერესოა და უფრო შეიძლება სხვა საუბრის თემაც იყოს მამაკაცის აი მე ვახსენე ლიმიტის განცდა ხო როდესაც მამაკაცმა ფიზიკურად იბრძოლა ფიზიკურად დაიჯაბნა და ბევრ მამაკაც გაუჩნდა სირცხვილისა და შიშის თუ არა ყოველ შემთხვევაში რაღაცერი დაბეჭავებულობის გასწე ძალიან რთული რამაა და ეს ჩვენ გამოვლილი გვაქვს 90-იან წლებში ხო, როდესაც კაცი დამარცხდა და ქალებმა აიღეს, ხომ? პასუხისმგებლობა. და ის მე მგონი რაღაცა ის გვაქვს ცოტა საერთო ეროვნული კომპლექსი. რეალურად მაშინ კაცებმა ერთმანეთს ესროლეს და ყველაზე ცუდი ფორმით დაამთავრეს. მორჩა და გათავდა და ახლა კიდე გარკვეული სპეციფიკური, ანუ ჩვენ ხომ სინამდვილეში 24 წელს გულისხმობ, ქართული საზოგადოება არ იყო მზად ასეთი ბოროტების მსხვერპლად ყოფნისათვის, ხომ? აი შეიძლება ასე ითქვას, ხომ? იმიტომ რომ ჩვენი მორალური სიმტკიცე, ჩვენი ეს სინამდვილეში ობიექტურად ფართო გაგებით ლიბერალური აზროვნება, ანუ თავისუფლება, როგორც ღირებულება, აი ამის ერთგულება, თითქოს და გულისხმობდა შეგრძნებას, რომ ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ. და არა, ხო, იმიტომ რომ მტერი ძამდაბალია. ხო, და ისეთ რაღაცას იკადრებს, რაც შენ ვერ წარმოგიდგენი. ანუ ჩვენი იკადრა. ჩვენი პერსპექტივით უყურებდით. ამიტომ ბევრი რაღაცა შეიცვალა. ძალიან კარგად არის აგრეთვე ლაშას დამკვირვებელში აღწერილი ძალიან მარტივ სცენაში უბნის დამკვირვების აი რაღაცა 3-4 გვერდზე ხო როგორ ჯოჯოხეთი რა ხო სად გაქვს საიდან გაქვს წინააღმდეგობა სადაც შეთქმულება კიჩი თან დონქა აბსოლუტური რეალობა ამის რეალობა არის ხა შეიძლება არ გაკადრეს მაგრამ მაგის ნაწილია გულისხმობთ აი ამ რაღაცა არჩევნო უბნების დაკავება და ეს რაღაცა კლანურ სექტანტური დაჯგუფება ერთმანეთს თვალის ჩაკვრა და ანუ მე ბევრი ამბავი ვიცი ბუნებრივია რომ თან ამ პროცესს პოლიტიკური თვალსაზრისით ვადევნებ შტაბიდან კი ლაქსატივების ჩაყრის მოდი აქ არის შენთან რომ აი მოდი ტორტი ჭამე ის ჭამე ხაჭაპურია ის არის დიდი ის დალია მართლა ბევრი შემთხვევა იყო პირდაპირ მოწამვლის დამკვირვებლის მოწამვლა არის აპრობირებული მეთოდი ამ ქვეყანაში მოწამვლა არ გულისხმობს ვიღაცა კვდება მაგრამ ბოდიში და მოწამვლა იმისთვის რომ მე არ იყოს ხო დისფუნქციური გახდა აბსოლუტური რეალობა და აი უცებ აი ეს ერთი კიჩი როგორ კარგად აღწევს მთელ პროცესს რომელიც აი ამით დამთავრდა ხელისუფლებაში მოხდა 24 საათიც არ არის ხო რამე 12 საათი გრძელდება საარჩევნო პროცესი 24 არ არის სრული ის ყველაზე ანუ იმაში აი ამით ტორტით ფანტათი манипуляციით და შენი გამოთიშვით პროცესიდან და თავარი რომ სიმდუიში ხო მეც ვიყავი დამკვირვებელი და ხო ამიტომ ხო რომ ესეთი საზოგადოებრივი მარტო არა მხოლოდ ხო პოლიტიკოსებისგან რამე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ნაწილიც იყო და კიდე ალბათ უნდა ყოფილიყო მეტადაც თუმცა ესეც გამოცდილება და მომავალში გამოგვადგება ეს გამოცდილება
ნამდვილად. Რომ ამბავი არ დასრულებულა, ცხადია, ხო? მაგრამ აი ეს აბსურდი და ბოროტი აბსურდი გულისხმობდა სწორედ იმას, რომ საარჩევნო უბანზე შენ ამომრჩეველი იყავი აბსოლუტურ მარტოობაში, იმიტომ რომ ყველა უმრავლესობა იყო შეთქმული და ეს იყო ხო, შენს წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ და შენს წინააღმდეგ. ეს იყო ბოროტი ცერემონია, ბოროტი რიტუალი, ამიტომაც ჩვენ ვუწოდებთ ამას სპეცოპერაციას, ხო? ანუ სადაც ყველა არის შემდეგ იყო ხო სატელევიზიო სიუჟეტების კაპიტნები ეს ტერმინი ამოვარდა ხო ანუ FSB-სგან შეიძლება პირდაპირ შეიძლება კი რა ალბათ პირდაპირ მნიშვნელობით წამოსული ქცევის კოდები და ასე შემდეგ აი ყველაფერს თავი რო დავანებოთ რა იყო მანამდე და როგორ ხდება საერთოდ ზოგადად განხალბება უნივერსალური ამბავია შეერთებულ შტატებში ეგ ტერმინი სხვა შორის ეგ ქვიათ ადამიანებს რომელიც უწევენ ხოლმე perceived competence ეს დანის ძველი ხო ტერმინი კი ამის სრული პერვერსია კი ზუსტად სწორედ სადაც დაწმუნებული ვარ რომ რუსული კვალი არის აბსოლუტურად ნუ თვითონ ამერიკელებიც ვერ მიხვდნენ ამას 2016 წლის არჩევნები გახსოვთ მთელი შოკი ახლა რომ როგორ მოხდა რუსული ხო ეს ართულია მაგრამ რაც უმთავრესი გაკვეთილი რაც გამოვიტანეთ აი ამ კიჩისგან თუნდაც იმ დღის ეფექტი იყო ის რომ როგორმე არ დაგეწერა საჩივარი როგორმე ანუ დისფუნქციური უნდა ყოფილიყავი ამიტომ იყო რომ ბევრი ვარ კივილი ყვირილი აი ეს ბევრი ვარ რომ შენ არ ვერ შეძლო დაკვირვება ვერ შეძლო ადამიანმა ვერ შეძლო ხმის მიცემა შექმნა რა აი ეს ხრიალი მახსოვს აი რაც ადამწერე აი ეს ბღავილი ხრიალი მართლა ხო დავწერე რომ ერთმა მითხრა დაჩაგრულმა მანამდე ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი იმიტომ რომ ეშინოდა კაცრად რეაგირება იმიტომ რომ გააგდებდა კომისიის თავმჯდომარე რომელიც ასევე იყო შეთქმული ხომ და შემოვარდა ორი დიდრონი ქალი აი დიდრონები ხო მკაცრად ეხლა არაპოლიტიკურად თუნდაც არა ეგრე დიდრონები მე კაცო აი კარგი ისეთი ჟანრია ხო ბრაზიანობა და ისა სხვა დრო შეიძლება იყოს კეთილივე შაპი მაგრამ მაგო ბოროტი და მითხარ რომ აი ეს არის მამიდე და ეს არის ძმისშვილი ანუ ერთად მე გუსასწორებელია მეთქი ბიძა სად არის სადა ხარ თელი ოჯახი ხართ რა ოჯახ რა დინასტია ვისთვის იბრძვით ხო მაგ მხოლოდ შეგონება აღარჩება ხო იცი მე როგორ ხარ კასანდრასანი მართალი ხარ მაგრამ ძალა აღარ აგაკ უკვე შეგონება ეს საშუალება გვემუქრება ასევე და რომანშიც არის ესეთი პერსონაჟი სადაც მე უდაბნო ვეხტები პროტესტის ხო ქაოსია ის რა ცალკე მდგომის ვიღაცა ეგრეთ წოდებული მეტადონის პროგრამის კაცი ის ხო სერვიში არის არაშინებს არა ცხადია იმის ამბავი ეგ ხო არა რომ აი და ხმამი ეცე ხო რასაკვირველია ხავს რა არა თავარი ამბავი აი აქ არის ეს ქაოს ყველანი ერთად აი ეს რესპექტაბელურები მე ხო ამიდებიც რესპექტაბელურები ისიც ყველა კი ოლქის ხელმძღვანელი მოვიდა რაღაცა ახალი კოცური ელიტა უცბად აღმოჩნდა ხო არ მინდა ესე წარმოვაჩინო რომ რაღაცა კონფლიქტი გვაქვს საზოგადოებრივი მაგრამ ნუ ეს არის ავტოკრატიის ცოტა ხალხი არის ძალიან ცოტა ხალხი არის და სწორად ახსენე შენ რომ ეს არის შეთქმულება ამომრჩევლის წინააღმდეგ და ამომრჩეველი ყოველას რო ის მოდის ვინ შეიძლება ეგრე არ იყოს გათვითცნობიერებული ამ ამბავში ამომრჩეველი რა 1000-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ის ხალხი ვინც ის გაკვირდება ცინემაში ბევრი ადამიანი გავდა ამ პროცესს მათი მხრიდან ეგ ჩვენ შეცდომები ბევრი იყო თავარი საზოგადოების რომ ჩვენ რაღაცა სხვა პრიზმიდან შევხედეთ როგორც თავისუფლება როგორც ფასეულობა და ვით რომ რაღაც რუსული კარტის მერე გამორიცხულია ხა ის მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ამ ქვეყანაში რამოდენიმე მილიონიანში იპოვოს რაღაც 25-30000 ადამიანი რომელიც იკადრებს ამ შეთქმულებას ეგ მოხდა სინამდვილეში და მე იქ რომ მიდიხარ იქ ხო შენს ქონდა ეგ განცდა და ნებისმიერ ადამიანს ვინც ერთხელ დაკვირვებია ყველასაგან განსწრო იქ უმცირესობა ხარ ნორმალური ადამიანი ხარ იქ უმცირესობა იზოლაციაში ის მიზანსცენა მაგაზე არის მოგებული რომ ყველა ნორმალურ ამომრჩეველსაც იქ გამოქცევა უნდა დროზე იქიდან და დიდი ხანი არ იყოს ამის ნაწილი ბოროტი თეატრია ხო რისი მაგალითიც გვაქვს უკვე რუსეთში ხო ანუ როდესაც გაუნულეს პუტინს 2020 წელი იყო ხო უკვე კუნძებზე აძლევდნენ ხმას და ნუ სადაც არჩევნების იდეა იმიტომ დგება რომ არჩევნებანი აღარ არსებობს ესეც ხო საბჭოთა გამოცდილება საერთოდ ერთი პარტია ყველა სხვა პარტია აკრძალული და ერთი კომუნისტური პარტია სადაც იყო ხო ეს არჩევნები ნუ რა არჩევნები იყო ხო ბუნებრივია ზეიმები ხო ბოროტი ფორმალობა ცერემონიალურობა სადაც იდიოტიზმი ხდება ამ თამაშის ნაწილი ხო რა ვის ირჩევ
ვის ირჩევ, რას ირჩევ, ყველა დანიშნულია. და ეს პერვერსია ძალიან კაი ამბავია აგრეთვე რა ამაზე და მე უკვე ნევნელა წავიდეთ ფინალისკენ. სურკოვის კონცეფცია ხო აგრეთვე ძალიან აქტუალურია დღეს ძალიან საინტერესო რომანი კრემლის ჯადოქარი მე ხარ სულ არ მაგცა ფილმიც ნახე უკვე აკრედიტაცია ეხა ვიცით მაგის კითხვას და მინდა ჯერ წავიკითხო მე სამ ფილმს ნახავ ძალიან საინტერესო წიგნი არის როგორც აქებენ და ფილმიც ისეთ სადაო გახ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი პოლემიკა გამოიწვია რამდენ კარგი არ ვიცი თუ არ მინახავს მაგრამ მან თავარი ამბარი რა ეს არის ამბავი სურკოვისა ვლადისლავ სურკოვი კაცი რომელიც იდეოლოგიის კარზე შექმნა იდეოლოგია და ეს იდეოლოგია აღარ არის რაღაცა დიდი იდეაზე ხო არის რაღაცა მარქსიზმი მაინც დიდი იდეა ხო მარქსიზმზე ბოდიში და დამყნობილი პოლიტიკური წყობა მაინც დიდი იდეალის გარშემო არის სურკოვი არის სრული პერვერსია აი რაღაცა პოლიტიკური და სოციალური პარაზიტიზმი რომ ის ამბობს რომ კაცო არაფერი არ არის საჭირო რაღაცა ახლის მოგონება მოდ დემოკრატია ხო არის ხო ეძახით ამას დავარქოთ სუვერენული დემოკრატია მოდ მოვიფიქრო დემოკრატია რომელსაც გავცლით შინაარსისგან გამოვშიგნავთ რეალურად რაც არის დემოკრატია სახელი ეს იქნება ფასადი ეს იქნება ოდენ ერთხელ წავა მე მოვა ისე არაფერი არ შევცვალოთ ეს იყოს აი ეს ჩემი აზრით ბევრ თუ საშიში ამბავი არის აბარა ცნებების სრული აღრება ამიტომაც აი ისევ და ისევ როგორ არ არსებობს წარსული ხო გაუქმებული ანუ პუტინმა დაიწყო ათვლა ძალაუფლებაში ყოფნის მას შემდეგ რაც ვალენტინა ტერეშკოვას გამოაცხადებენ ის თუ როგორ გაუნულდა აბნულენია რუსულად ესე ვალენტინა ტერეშკოვას ანუ საერთოდ ხო თურმე ყოფილად ნუ ამას ხო აი არ გეჩვენა რაღაცნაირად ცოცხალია პირველი კოსმონავტი კალი ხო რომელიც ნუ უმძიმესი პუტინისტური მუმია ხო ახლა რა საკვირველია ხო ამიტომ სურკოვი ძალიან საშიში მოვლენაა და ცნებების აღრევის თვალსაზრისით ხო ეს არის ძალიან რთული რა აღიაროთ ეს რომ ბევრისთვის არის ძალიან რთული ამბავი რომელშიც ჩვენ აღმოჩნდა სურკოვი არ არის შორს არის ამბავი არის დღეს ჩვენ ამის კოპიაში ვცხოვრობთ კი ზუსტად ძალიან შეიძლება ისეთ ვულგარულში ცოტა პროვინციულში, იმიტომ რომ ნუ აღიაროთ ხა ისინი იქ ბევრად უფრო ხო, იქ ნოვოროსიის იდეა აქვს სურკოვს და ასე შემდეგ ეს ნუ ეხლა აღიაროთ რა ეხლა დღეს აღარ არის იმპერია. აბარა. შენს უკან ერთ წიგს ვხედავ ბერნარ ანრი ლევის იმპერია და თითქმე რომელიც ერთ-ერთ აღწერს როგორც რაღაც იმპერიის აჩრდილს დღევანდელ რუსეთს, ხო საკუთარი იმპერიალიზმი ყვება, იმპერიალიზმი თუ ყვებავს იდეოლოგიას, მას ამ დროში ამის თავი რო აღარ აქვს. მით უმეტეს უკრაინასთან პრინციპში ამას არა აქვს გასაყიდი ხო? ამას არაფერი არ აქვს გასაყიდი. ამან ცდილობა ჰქონდა ივანიშვილს და მის იდეოლოგიას რაღაცა ჩაბღაუჭებო და ძალიან უშნო რაღაცეებს, აი მაგალითად ერეკლე მეორეს დაკნინება და გაფუჭება, ჩამოყვანა რაღაცა საქართველოს რუსულთან დაბლაგება. რაც შენ უკაცრავად შენ შეკითხვა გქონდა და მე ხო აი ეს მემარჯვენე პოპულიზმი ასე ვთქვა. თუ შეიძლება ასე ფსევდოკონსერვატიული შენ დაგ თუ არა მაგას ჩვენთან ლიმიტი. ხო, აი ძალიან საინტერესოა ეს, იმიტომ რომ ტენდენციას ხო ვხედავთ, ანუ ხო, ცდილობა იგივეა რა. აბარა, რა გვერგან გამოდის რაღაც არის. ხო, ანუ ტრადიციონალიზმი, ეგრეთ წოდებული, ეს ოჯახის ინსტიტუცია, კალი-კალია, კაცი-კაცია, რაზეც ჩვენ ვიცინით, რომ თქვა კასპში გაუქმდა ერთსქესიანი ქორწინებები, მაგრამ ეს უკვე თამაშის წესია. ეს შეიძლება გაგეცინოს ამ ფრაზაზე, მაგრამ ანუ ეს უკვე ის ენა, რომელზედაც რომლის მეშვეობითაც კოცი კოცას ცნობს. ხო, ანუ ეს თამაშის წესია. ხო, ეს ანუ ესე იგი ნუ ძალიან შორს რომ არ წავიდეთ. პრობლემა აღმოჩნდა, რომ ზოგადად ლიბერალურ იდეას როგორ ჩანს უფრო აბსტრაქტული აღმოჩნდა. თავი რომ დავანებოთ შიშებს, ფობიებს, იდენტობასთან მიმართებით სხვადასხვა საზოგადოებებში, სხვადასხვა ნაციებში, სადაც ადამიანებს როგორ ჩანს, გაუჩნდათ შიში რომ რაღაცა რაც ნაცნობია, რაზედაც შეჩვეულია, ეს შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება ტრანსფორმირდეს, ახალი იყოს, თან მით უმეტეს როდესაც ამაშია ჩართული აი ამხელა რესურსი, პოპულიზმის, манипуляციის, მტრიცხატების, ამ შემთხვევაში დისტოპიური ტექსტებიც ხო ამაზე ხსიან ხო როსებდო ეს ილუზია მოსდევში მემარჯვენე პოპულიზმი საპნის ბუშტია და მათელით იმედგაცრუება ამიტომაც სურკოვის
იდეაც რა არის, ხო, ნუ არის სიცარიელე და რითი ამოვავსო ეს გლუბინი народ, გახსოვს ეს ტერმინი, როგორ თარგმნოთ, აი ღრმა, ანუ ხო რა, ღრმა ხალხი თუ ანუ სიღრმის ხალხი, აი იმათვისო, აი ის უნდა, ხო? ტრამპაც ხო იგივე გააკეთა. ცხადია. ანუ აი ესე იგი ის რაც აღმოჩნდა, ანუ თანასწორობის, თავისუფლების იდეები თურმე აბსტრაქცია. ერთი არის აბსტრაქცია, მაგრამ სავსებით რეალობა არის, აი აქ ამაზე რას ფიქრობ. აბსოლუტურად რეალობა არის ჩვენთვის მტერი. ეს ხო მარტო ის არ არის, ამიტომ რომ ლიბერალიზმმა რაღაც სამწუხაროდ ბევრი თავის ლიმიტი და ლიბერალურმა წყობამ თავის ლიმიტი. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მტერი არის რეალობა. ის კაცი კასპში რომ თაშს უკრავს იმას, რომ რაღაც ერთ სქესად ქორწინება გაუქმდა, ხო, აი ამ რაღაცა აბსოლუტურ მოგონილ სიგიჟეს. იქიდან ბევრად უფრო ახლოს ვიდრე თბილისიდან რამოდენიმე კილომეტრში, ანუ ფეხით რომ მიხვალ, იმ დისტანციაზე დგას რუსეთის ფედერაციის არმია ჩვენს მიწაზე. ჩვენ მიწაზე მილიტარიზებული ორი ზონა აქვს, სადაც უყენია ჯარი და გეუბნებათ, ჩემია რაღაც არარსებული სახელმწიფოა და თქვენ აქ ვეღარ მოხვალთ და მავთულ ხვანს გიბავს. ანუ ეს ხო ხელმოსაკიდი რეალობა. ხო და საქმეც ესაა რომ არ უნდა იყოს ეს რეალობა. აი იმიტომ რომ ავტოკრატია არის ხელი რასაც არ უნდა დაინახო. ტერი არ უნდა იდენტიფიცირება არ უნდა მოხდეს, სახელდება არ უნდა მოხდეს. მაგრამ არ არსებული გექორწინება იმაში რა ქვია? ასაკვირველი ეს არის, იმიტომ რომ ილუზია იქცეს რეალობად. აი ეს არის პოპულიზმი, ეს არის არ ვიცი რა მოწოდო ხო, მემარჯვენე პოპულიზმი? არა, ალბათ უფრო ზღუდავს ამ ტერმინს, უფრო ბევრად, იმიტომ რომ ხო, ვიწროა ბევრად. და ეს არის ჰიპნოზი, ეს არის манипуляция. ეს არის შემდეგ, როდესაც ადამიანი ოქლოკრატია. ეხლა ჩვენ ვახსენებთ ამ ხალხს და ნუ პლატონიც ვახსენოთ, ხო? იმიტომ რომ პირველი არის პლატონი, რომელიც შიშობს, რომ დემოკრატია როგორ შეიძლება ოლიგარქების ხელში იქცეს ოქლოკრატიად, ანუ ხალხის მმართველობა იქცეს ბრბოს მმართველობად, იმიტომ რომ ბრბო არ აზროვნებს. მაშინ როდესაც ხალხი აზროვნებს, ანუ უნდა აზროვნებდეს. ხომ და შენ ვერ აზროვნებ, რომ არის ვიღაცა მცირედნი, მცირედ და ელიტა პირდაპირ, ხო, ოლიგარქი ახლა, ხო, არ ვიცი, პლატონს არ უცხოვრია 2024 წელს, მაგრამ ეს არის. ეს ამბავია. მაგრამ ეს გეთანხმები სრულიადაც, აი მინდოდა რომ ეს აზრის გამეგრძელებინა, მიუხედავად იმის, რომ გარკვეული კრიზისი შეიქმნა სხვადასხვა მიზეზთა და გამოდა ხშირად ხელოვნურადაც იყო ეს კრიზისები ინსპირირებული შიშებთან მიმართებით, ჩემი პოზიცია ასეთია და დარწმუნებული ვარ, რომ შენიც ასეთ იქნება, რომ სიამოვნებაში ჩვენ უნდა დაუბრუნოთ დიდ ლიბერალურ იდეას ძალა. იმიტომ რომ ეხლა ღმერთო ჩემო, ჩემთვის თანასწორობის იდეა, თავისუფლების იდეა, ინდივიდუალიზმის იდეა, კეთილდღეობის იდეა და არჩევანის თავისუფლების იდეა, ეს არის ლიბერალური იდეა და არა ის რასაც უკაცრავად და რა კონოტაციასაც ტენიან ბოდიში ამ სიტყვისათვის ლიბერასტობა კი ლიბერალური იდეა არის ეს, თავისუფლების იდეა, თანასწორობის და სინამდვილეში ხო ლიბერალები ძალა უნდა დაიბრუნო. ჩვენ კი არ უნდა ტრანსპორტ და ვერ ტრანსფორმირდებით ვიღაც მატყუარა აფერისტ დუგინისტად აბარა ამაში არ უნდა სალანძღავს სიტყვაში ამის არ უნდა აუყვეთ. ხო ილია ჭავჭავაძე გეუბნება მაგრამ არ არის სალანძღავის სიტყვა. ხო ლიბერალობა პატრიოტობა სალანძღავს სიტყვა არ გვიქცევია პასუხის პასუხი. ხო მეტი როგორ გადაეწერა მეტი როგორ გადაეწერა ეს ლიბერალი ბურთივით მრგვალი. აი რა უნდა უთხრა მეტი რომ არ არის ეს სალანძღავის სიტყვა და ის სალანძღავი კი ერთის მხრივ რაღაცა სულმა და აი ამ რეაქციულმა პროპაგანდამ და მეორეს მხრივ მათ შორის ამის ლიბერალიზმის მათ შორის ლიბერალების მიერ ტრანსფორმაცია რაღაცა ჩაკეტილება თქვათ ხო ვიწრო იდეოლოგიაში ხო ელიტიზმა გარკვეულით ხო რა რომელიც არ არის ეს ჩვენ რასაც ვიცავთ არის თავისუფლება ინდივიდუალიზმი თანასწორობა და რა ვიცი ხო რაღაც თანაცხოვრების ელემენტარული წესები რომელშიც ყველა პატრიოტი ქართველი ოცნებობს რომელზეც ყველა პატრიოტი ამიტომ ვიდა ევროპაში იმიტომ რომ პლანეტაზე ერთადერთი ადგილია სადაც ყველა ეს კრიტერიუმები ამ მიწაზე ამ პლანეტაზე არის ყველაზე მეტად დაცული აი ეს არის ხო ნუ მაგრამ როგორ ჩანს ეს ეპოქაც აი რაღაც ისეთი ჰამლეტის სულ პარადიგმაში ვარ დროთა მიჯნაში დროთა უფრო ცოტა ხანი გაგრძელდება ჩემთვის მე-20 საუკუნის დასაწყისში ხო და პოპულისტების მიერ დაჰიპნოზებულებისთვის იქნება დიდი იმედგაცრუება და დრამატული იმედი მაქვს ძალიან აფასიანია რა ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ აი იგივე უნგრეთს ვახშენებთ ხო ხშირად
უნგრეთში იდეოლოგიურ ნაწილში ვიძახი, აი ეს მისი სუვერენული დემოკრატია, ხო უნგრეთი ხო ერთის მხრივ შეხედავდა იმპერია არ არის, მაგრამ უნგრეთი არის ქვეყანა, რომელიც ნახევარი დაკარგა ტრიანონის ზავისას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ნახევარი თავისი ქვეყნის. ზოგადად ორბანი ჩვენთან ის არ არის ცნობილი ზოგადად, მაგრამ ორბანი ამას ძალიან დიდ აქცენტირებს. ტრიანონის ზავი ჩვენი დასამარება და ისტორიული უნგრეთი, რომელიც ორჯერ უფრო დიდი ნახევარი ისრაელი სამეზობლო მისი არის. ვეკითხო. ანუ ქართული სახელმწიფო არის რაღაცა უხსოვარი ეპოქიდან მოყოლებული და სულ ველოდი რომ აი ესენი ამ იდეას დააშენებდნენ, არ ვიცი, რაღაცა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ქართული დიდი სახელმწიფოს აღდგენაზე. და ეს ყველაფერი დაიყვანეს უდიდესი ქართველი მეფის ერეკლე მეორის რუსეთთან დამლაგებლის როლამდე. სინამდვილეში აი ჯერ ერთი ერეკლეს სრული დეღის არა ქვია, სრული დისკრედიტაცია როგორც დიდი მეფის. გარდა ბევრი რამისა და ზოგადად აი ამ რაღაცა ნაციონალური იდეის დისკრედიტაცია მითვისება და სრული გაფუჭება, რომ რა ის კი არ გვინდა ჩვენ რომ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ვიყოთ და რუსეთს ვთხოვოთ ეს ტუაფსე დაგვიბრუნე და ასე შემდეგ. მით უმეტეს რომ არ ახსენებენ ნიკოფსი არის ტუაფსე. ხო, ნიკოფსი ტუაფსე. ამას არ ხო, ამიტომ. დაგვიბრუნე, იმიტომ რომ ჩვენი არა. აი მეფე ყავდა რუსეთთან ზავი დადო გიორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც აი გაგნებაში არ არიან თან შიგნით რა ეწერა. ერთი ფრაზა თქვი და მინდა რომ მაინც იმ ნოტაზე დავამთავრო, რა ნოტა სჭირდება დღეს ჩვენ საზოგადოებას, რომ ეს ამბავი რაც ლაშა ბუღაძის დამკვირვებელში არის, რეალურად არ დადგება, როგორც დარწმუნებული რომ არ დადგება არც მარგარეტ ეტუდის რეალობა და ნუ არ ვიცი რუსეთზე იგივენაირ წარმატებით ვერ ეთქო რომ საროკინმა რაც აწერა, ეგ არ დადგება თქო. დიდი რუსული კედელი გახსოვს როგორ დიდი რუსული გაზი დამთავრდა ესე იწყება თორსა BBC გაზი დამთავრდა დიდი რუსული კედელი დეგრადირებული აბსოლუტია ხო აი ის იქ ეგრე თავს ვერ დავდებ მაგრამ შენ ახსენ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა რომ ყველა ეპოქაში რაც რუსეთს საქართველოს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვს რუსეთს ეშინოდა საქართველოს და ეშინოდა იმიტომ რომ ეს მაინც როგორც გვინდა არ ვიცი რის გამო არ ვიცი რა მანქანებით მაგრამ ეს არის ერი რომელსაც თავისუფლებისკენ ძალიან ისეთი ინსტინქტური მიდრეკილება აქვს. კი. არ გამოვა ეს ყველაფერი ჩემი აზრით, რასაც ფუთავენ და რასაც ცდილობენ, იმიტომ რომ ერთის მხრივ, აი როგორც თქვი, არის ძალიან იაფფასიანი, ძალიან დისკრედიტირებელი ქართული პატრიოტიზმის ის, რასაც ეხა დღეს ესენი პატრიოტიზმად ყიდიან, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ქართული ხალხი არის თავისუფალი ხალხი, რომელიც არ მიიღებს ამას. ამიტომ მე მგონია, რომ ლიბერალური იდეა ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლის, თავისუფლების გამარჯვების, ინდივიდების გამარჯვების ბოლოს თავისას მიაღწევს. შენ როგორ უყურებ? წიგნის ბოლო არ მაქვს წაკითხული, თქვი რომ კატო ამიტომაც როგორ უყურებ? კი. იცი რა, აბსოლუტურად სრულიად გავაგზავნებდი შენ წინადადებას. იცი რა არის, ისტორიული გამოცდილებითაც და ჩემი სულისკვეთებითაც როგორც დაასრულე ეს რომანიც არის მომენტის განცდა. იმიტომ რომ საქართველოს ორჯერ გახდა დამოუკიდებელი მაშინ როდესაც ჩვენი უმთავრესი ისტორიული მტერი რუსეთი შეირყა და შევიდა ეროზიის ასე ვთქვათ მდგომარეობაში და მიზესთა გამო შემდეგ ეს 20-იანი წლების ამბავი სხვანაირად დასრულდა მაგრამ ნუ ამ რთულ დროს ჩვენი საზოგადოება სწორედ უპირველეს ყოვლისა რომელიც ერთგულია საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის იცავს ახლაც ამ პირობებში საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მომენტი ისევ დადგება, როგორც 90-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველოს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ეს მომენტი მოვა. და ამ დროს უნდა ვიყოთ ფორმაში. ხო, ისე ზოგადად რო ვთქვა და ძალიან კონკრეტულადაც, ანუ კარგი ადამიანების ერთად ყოფნა და კონსოლიდაცია უმნიშვნელოვანესია, ვინც არის ამ დიდი იდეის ერთგული, ხო, ეგზისტენციალური იდეის, თავისუფლების იდეის ერთგული და საქართველოს ევროპული მომავლის იდეის ერთგული, აი ეს ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და მომენტის განცდა, მოვა ეს მომენტი, იმიტომ რომ პუტინი არ იწყებს, ეს არ არის დასაწყისის ამბავი, ჩვენ ვლაპარაკობდით სტალინზე წიგზე, ხო, მაშინ 20 წლებში ეს იწყებოდა. ხო, ეს ახალგაზრდა ხალხი იყო, ამბიციური, ახალი იდეებით, ეხლა სული ანაქრონიზმი იყო რომანოვების დინასტია და მთელი ეს დინასტიები, რაღაც ახალი უწყობდა იმას სრულდება ბიოლოგიური ლოგიკით, ეს არის დასასრულის ფაზა. და აი, როდესაც ეს მართლა მომენტი გაჩნდება,
ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ მდგომარეობაში, როგორც ზოგიერთი ჩემი პერსონაჟი ამ წიგნში. ნამდვილად და იდიოტები არ უნდა ვიყოთ, მაგრამ მოხუცი კაცი არის აქ. ეგ ძალიან აი ამით დავამთავრე. მოხუცი კაცია ერთი, რომელიც თან დედას იგინება და თან იმას აკეთებს, რაშიც ვარ. რეალურია. მივხვდი, საფლავში ჩაყოლებას. კი. რომ დასწორა მეთქვი, ბოლშევიზმი, ანუ მარქსიზმი მომენტისთვის დერჟავაზე გამარჯვება იყო არა მარტო რაღაცა სამხედრო გადატრიალება თუ რაღაც რევოლუცია, უბრალოდ იმიტომ რომ უკმაყოფილო იყო ხალხი, არამედ ახლის გამარჯვება ძველზე. და ეხლა ეს არის ახლის რომანტიკული იდეის. რა თქმა უნდა, ძალიან რომანტიკული იდეა. უაღრესად. ეხლა ეს არის ძველის ბოლო ამოსუნთქვა, რაღაცა სიკვდილის პირას მყოფი დრაკონის ბოლო ამოსუნთქვა და ცეცხლსაც რო ვეღარ უშვებს, მოლი რო გამარჯვებს. მაგრამ საშიში ფაქტია. საშიში ამიტომ ბოლმა შეიძლება დაგახჭოს კაცო ეს. დრაკონი შეიძლება ცეცხლს ვეღარ უშვებს, დაბერდა, მაგრამ მოლია და გაგგუდავს. ამ ფაზაში ვართ, ანუ რეაქცია, რომელიც აუცილებლად დამარცხდება იმ სიახლესთან, რომელიც ხო რომელსაც ვხედავთ, რომელიც დავინახეთ ქუჩებში, რომელიც დავინახეთ. მათ შორის არჩევნებში ბევრი ისეთი ძალიან საინტერესო, კარგი ახალგაზრდების პროცესს აღებდა. ლაშა ბუღაძის დამკვირვებელი წიგნის მაღაზიებში აუცილებლად წაიკითხეთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ისე გაიაზრებთ და ისე და გაინტერესებთ, როგორც ის მე დამაინტერესა. ძალიან დიდი მადლობა ამ წარდგენისათვის და იშვიათია, ძალიან მიყვარს შენთან საუბარი ყოველთვის. მეც კამერების გარეშე საინტერესო გამოდის ხოლმე ყოველთვის. მადლობა. ნახვამდის ამით მე-18 ეპიზოდი დასრულებულია. ძალიან ბევრი ადამიანი ემატება დერეფნის გამომწერთა რიცხვებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს ვიდეოებს უყურებს, ამისთვის მე ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და თუ მოგეწონათ ის რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ძალიან გთხოვთ რომ ქვემოთ დააჭიროთ გამოწერის ღილაკს, ზარს, ჩვენი სიახლეები მიიღოთ და ისეთი საინტერესო თემა არის და ცოცხალი წიგნი არის, რომ მოგიწოდებთ დისკუსიებისკენ კომენტარებში, აუცილებლად გიპასუხებთ ამ კომენტარებზე, ვილაპარაკოთ თქვენ დამოკიდებულებაზე თავისუფლებასთან და უახლესი მომავლის საქართველოსთან. მადლობა კიდევ ერთხელ ლაშა, მადლობა თქვენ, მე-18 ეპიზოდი დასრულებული. წარმატებები.